შემოგვერთა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალობიცი. მშვიდობისა, მამა გიორგი. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაიხარეთ, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობთ მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო საკითხი შევარჩიეთ დღეს თქვენთან სასაუბროთ. მსხვერპლის საღვთისმეტყველო გაგება, ეს არის თემის სათაური. და რომ განმარტოთ პირველ რიგში თავად სიტყვა განმარტება რა არის მსხვერპლი და რა დატვირთვა ჰქონდა მას ძველ აღთქმაში საინტერესო იქნება მისი ახსნა და განმარტება ჩვენი მაყურებლისთვის. დიახ, მსხვერპლი ერთი მხრივ გახლავთ ერთი სუბიექტის მიერ თავისთავად გაღება და მეორე სუბიექტის მიერ ამ გაღებულის მიმღებლობა. თავისთავად ცხადია ის, რომ ძველი აღთქმის პერიოდში მსხვერპლს ზოგადად მსხვერპლშეწირვას ჰქონდა სხვა დატვირთვა, ხოლო ახალ აღთქმაში მას განსხვავებული დატვირთვა აქვს. თუმცა უნდა ითქვას ის, რომ ამ პირობითად დაყოფილ მსხვერპლ გაღებას აქვს საერთო ის, რომ ორივე სათოყოფისთვის ღმერთთან აქვს საერთო საფუძვლები. რას გულისხმობთ? უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ ის, რომ სანამ ადამიანი დაეცემოდა, ვიდრე ისინი სამოთხეში მყოფობდნენ, ჩვენი პირველი მშობლები, მათ ამ სახით არ სჭირდებოდა მსხვერპლ გაღება, ანუ გულისხმობთ ფიზიკური სახით, ზოგადად მსხვერპლ გაღება, მსხვერპლ შეწირვა ორ ნაწილად განიყოფება, როგორც ძალიან ბევრი რამ ზოგადად ქრისტიანობაში, ეს გახლავთ მისი ხილული და უხილავი მხარე. ანუ ხილული მხარე არის ის, რაც ფიზიკურად ნივთიერი სახით შეიწირებოდა და შეიწირება და მეორე მხრივ უხილავი მხარე გახლავთ ის თუ როგორი გულშემოსრულობით არის ის შეწირული იმის მიერ, ვინც მსხვერპლს წირავს. და ეს არის სწორედ განსაზღვრელი იმისა, ღმერთი შეიწირავს თუ არა და შეიწირავდა თუ არა ადამიანის მსხვერპლს. ვინაიდან მოგეხსენება თქვენ, რომ არანაირი ნივთება ღმერთს არ ესაჭიროება, ის ყოველად უჭირველია, ყოველგვარი ნივთება მის მიერ არის შექმნილი. შესაბამისად, მთავარია შემწირველის გულშემოსრულობა. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაეცა, უკვე წესდება ეს მსხვერპლშეწირვა, ხათაშორის პირველი შემთხვევა მსხვერპლშეწირვისა გახლავთ მოსე წინასწარმეტყველის მიერ დაწერილი დაბადების წიგნის ის სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ღმერთი განდევნისრა სამოთხიდან ჩვენს პირველ მშობლებს ჩადენილი შეცოდებისა გამო ასე არის დაწერილი, რომ მან ან უფალმა პირველ ადამიანებს შეუკერა ტყავის შესამოსელი. ამ ტყავის შესამოსელს რამდენიმე განმარტება აქვს. ერთი არის მისი პრაქტიკული გაგება, ანუ პრაქტიკულად ყოფითად ჭირდებოდა თუკი ადამიანსა და ევას შესამოსელი, ისინი უკვე შიშვლები ვეღარ იყვნენ, როგორც იქამდე ღვთისმადმოსლნი. მეორე გახლავთ მისი სახისმეტყველებით დატვირთვა, ანუ ეს ნიშნავს რას, რომ მოგეხსენებათ ცხოველის ტყავი რა არის, მკვდარი ცხოველის გარეკანი. ანუ ერთი მხრივ განიძარცვეს მათ რა საღვთო მადლი ჩადენილი შესოდებისა გამო შეიმოსეს სიკვდილი. და მესამე არსებობს გარდამოცემა, რომ ამ ქმედებით ღმერთმა პირველ ადამიანებს ასწავლა მსხვერპლშეწირვა, ანუ ცხოველის დაკლა და შეწირვა ღვთის მიმართ. როგორც უკვე აღნიშნეთ, შემდგომში უკვე ბიბლიის უთხრობაში ჩვენ მსხვერპლ გაღების არაერთი შემთხვევა გვხვდება. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მიზანს არ წარმოადგენს მათი ასე ვთქვათ ახლა დეტალური გახილვა, მაგრამ ყველაზე კარგად და ყველაზე თვალსაჩინოდ გარემოება, რომელზეც ჩვენ უკვე ვახსენეთ დასაწყისში, რას გულისხმობთ, რომ სწორედ შემწირველის გულშემოსრულობა განსაზღვრავს მსხვერპლის მიმღებლობას ღვთის მიერ, გახლავთ ძალიან კარგი მაგალითი კაენისა და აბელისა. მოგეხსენება თქვენ, რომ კაენმა როგორც დაწერილია შესწირა ის მიწის მუშაკი იყო და მიწის დაყოფთაგან, ხოლო აბელმა წყებს იყო და თავისი ცხვრის ფარისაგან. და როგორც დაწერილია, ღმერთმა მიიღო აბელის მსხვერპლი და კაენის არა. რატომ? თავისთავად ცხადია, ღმერთს არც აბელის სხვარი ჭირდებოდა და არც კაენის მიერ მოყვანილი მიწის ნაყოფი. აქ სწორედ აბელის გულშემოსრულობაზეა ხაზგასმა, კერძოდ დაწერილია, რომ აბელმა თავის ცხვრის ფარისაგან რჩეული ცხვარი აარჩია, ანუ ყოვლითურთ გამორჩეული აარჩია და ისე შეესწრა ღმერთს. კი ბატონო, კაენმა ასე ვთქვათ, რაც ხელში მოხვდა რიგითად. ანუ ამ ხილული მხარით განისაზღვრა უხილავი, ხო? ანუ გულშემოსრულება აბელმა ღმერთს
შესწირა საუკეთესო და ამიტომ როგორც აი ძალიან საინტერესო და მნიშვნელობითაც წერს მოსე წინასწარმეტყველი რომ ღმერთმა მოხედა აბელს და მის ხვერპლს ანუ და არ მოხედა კაენს და მის ხვერპლს ანუ ამით ხაზგასმულია ის რომ სხვებს შეწირვისას აბელის გულშემოსვლობა იყო მთავარი და არა ის რაც მან თქვათ შესწირა ის უკვე უხილავი ყოველთვის არის უკაცრავად ხილული არის გამოხატულება ყოველთვის უხილავისა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აბრაამის მიერ ისააკის ხვერპლს შეწირვა გახსოვთ ეს როდესაც ღმერთმა უთხრა აბრაამს რომ საკუთარი შვილი შეეწერხო და ძველი აღთქმის პერიოდში არსად ფიქსირდება რომ ადამიანის შეწირვა არ ხდებოდა ზოგადად განსხვავებით წარმართული რელიგიებისაგან ადამიანის შეწირვა არასოდეს ხდებოდა არ ძველ აღთქმაში და მით უმეტეს ახალ აღთქმაში მაგრამ ეს იყო ისე ჩვენ გამოცდა აბრაამისა და საინტერესო ის გახლავთ რომ ქმედითად ეს არ აღსრულებულა ხო ანუ აბრაამი არ დაუკლავს ასე თქვა უკაცრავად ისააკი არ დაუკლავს აბრაამს ღმერთმა შეაჩერა ის და დაკლა შემდგომ ვერძი მაგრამ მას ჩაეთვალა ეს მსხვერპლ გაღებად იმიტომ რომ ღმერთმა დაინახა აბრაამის გული კიდევ ერთხელ აღნიშნე რომ ქმედითად ეს არ აღსრულებულა რაც ღმერთმა უთხრა აბრაამს ვინაიდან გამოსცადა მაგრამ ღმერთმა მას ეს ჩაუთვალა მსხვერპლ შეწირვას მისი დიახ ამას გულისხმობს სწორედ და უკვე ესე იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ძველი აღთქმის პერიოდში თუ შეიძლება ასე ითქვას მსხვერპლ შეწირვა ხოსეცურის ასე ვთქვათ ხაზი ყველაზე ასე ვთქვათ კარგად ჩანს ასევე სოლომონის ტაძარში როდესაც სოლომონმა ტაძარი ააგო და სწორედ იქ მოხდა უამრავი როგორც დაწერილია ათასობით ცხოველის შეწირვა სოლომონის მიერ სწორედ უკვე ტაძარში თუმცა აქვე უნდა ვთქვა ჩვენ ერთი რამ რომ ძველი აღთქმის ყველა მსხვერპლ შეწირვა მოასწავებდა ახალი აღთქმის მსხვერპლ გაღებას განკაცებული ღმერთის მიერ შესაბამისად სისხლიანი მსხვერპლ შეწირვების ეპოქა ძველ აღთქმაში დასრულდა და რა დატვირთვა აქვს უკვე მსხვერპლს ახალ აღთქმაში რომ გიორგი ამზეც ვისაუბროთ. დიახ, აი რომ გავაგრძელოთ ჩვენი მსჯელობა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძველი აღთქმის პერიოდში უკვე სისხლიანი მსხვერპლ შეწირვების ეპოქა დასრულდა, ვინაიდან ეს სისხლი ცხოველთა სისხლი მოასწავებდა იმ სისხლს, რომელიც ჯვარზე დაინთხა და მას შემდეგ რაც დაინთხა ჯვარზე იესო ქრისტეს სისხლი, ჩვენ უკვე ახალ აღთქმაში გვაქვს უსისხლო მსხვერპლ შეწირვა, ხო? ანუ რასაც ჩვენ ლიტურგიას ვეძახით, ევქარისტიას და ქართულად წირვა ძალიან კარგად გამოხატავს სწორედ ამას წირვა, ანუ შეწირვა, ოღონდ აქ ამ შემთხვევაში თქვენ იცით რომ ლიტურგიისას, აი საიდუმლო ლოცვას როცა კითხულობს ღვთისმსახურის საკურთხეველში იქ არის ერთ-ერთი ასეთი წინადადება რომ უფალს მიმართავს სასულიერო პიროვნებას უფალო შენ ხარ შემწირველიც და შეწირულიც ანუ ის ვინც წირავს ის ვინც იწირება უზენაეს მღვდელმთავრად წოდებული მოსე წინასწარმეტყველის და შემდგომ პავლე მოციქულის მიერ გახლავთ სწორედ განკაცებული ღმერთი ძალიან საინტერესოა თვითონ ასე ვთქვათ იდეური ჯაჭვი თუ შეიძლება ასე ითქვას ადამიდან ჯვრამდე, ანუ ჯვარზე აღესრულა მთავარი მსხვერპლგაღება, ხო, იესო ქრისტეს მიერ. მაგრამ ეს რისთვის აღესრულა? ადამიანის შეწოდების გამო. თავისთავად ცხადია, რომ არა ადამიანის, ანუ ადამიანის შეწოდება იესო ქრისტეს განკაცება აღარ მოხდებოდა, იმიტომ რომ ამის საჭიროება რიქნებოდა. ღმერთის განკაცების ერთადერთი საფუძველი და მიზანდაზახულობა იყო კი ბატონო დაცემული ადამიანის გამოხსნა. არსებობს ერთი გადმოცემა, რომ იესო ქრისტე სადაც ჯვარს ეცვა, გოლგოთა იყო სწორედ ადამიანის საფლავი. სხვადასხვის აი ჯვარცმის ხატვეტყოლებაში ალბათ დაკვირვებია ჩვენი ტელემაყურებელი იესო ქრისტეს ჯვარცმის ქვემოთ გამოსახულია თავის ქალა. და ეს სწორედ გახლავთ ადამიანის თავის ქალა საღვთისმეტყველო განმარტების და სახისმეტყველებითი ეგზეგეზისის მიხედვით და თავისთავად ცხადია აქ რა იგულისხმება გამოხატა რომ იესო ქრისტეს სისხლმა გამოიხსნა პირველ დაცემული ადამი ანუ იესო ქრისტე ხშირად საღვთისმეტყველო ლიტერატურაში იწოდება მეორე ადამად. და საინტერესოა თვითონ აი ეს ჯაჭვი როგორ გრძელდება, რომ თქვა ერთი მხრივ ესე იგი ადამიანის საფლავი, შემდგომ არის გადმოცემა, რომ რაც ჩვენ დავასახელეთ აბრაამის პირ ისააკის მსხვერპლ შეწირვა აღესრულა მორიას მთაზე, რომელიც სწორედ აი ამ ადგილას იყო დაახლოებით, სადაც ადამიანის საფლავი იყო და სადაც მაცხოვრი ჯვარს ეცვა. შემდგომ მორიას მთა ეს სახელი იწოდება კიდევ ერთხელ, სულ ორჯერ იწოდება, ორჯერ იხსენიება ეს სახელი ძველ აღთქმაში, ერთხელ აბრაამის შემთხვევაში და მეორედ
როდესაც სოლომონმა ტაძარი ააგო. და ჩვენ რაც დავასახელეთ ის მსხვერპლ გაღებას, რაც იქ მოხდა ტაძარში, მოასწავებდა იესო ქრისტეს მსხვერპლ და ეს ყველაფერი ბოლოვდება იესო ქრისტეს ჯვარცმით. ჯვარცმა, ანუ მთლიანად თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ძველი აღთქმა, რატო ქვია აღთქმა პირობას, რა იყო ძველი პირობა, ანუ ძველი აღთქმა იყო ის, რომ განკაცდებოდა ღმერთი. და ძველ აღთქმაში ყველა ქმედება და განსაკუთრებით ცხებ შეწირვა მოასწავებდა იესო ქრისტეს განკაცებას, ზეღმერთის განკაცებას და ზეღმერთის განკაცებაში მისი მოღვაწეობის მწვერვალი გახლავს სწორედ ჯვარცმა, რომელსაც შემდგომ მოყვება აღთქმა თავისთავადია. დიახ. აი, რაც შეეხება უშუალოდ ადგილს იმ ალაგს, სადაც უსისხლო მსხვერპლ შეწირვა აღესრულება მამა გიორგი, გულისხმობ ბუნებრივია ტაძარს და ტრაპეზს ამ შემთხვევაში. რა დატვირთვა აქვს ამ ადგილს ადამიანისთვის, ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში? დიახ. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს თავისთავად ცხადია, როგორც უკვე მოგახსენეთ და თქვი ჩვენ რომ ძველი აღთქვის პერიოდში მას შემდეგ რაც სოლომონის ასე ვთქვათ სოლომონმა ააგო ტაძარი, ამის შემდგომ უკვე ახალი აღთქვის პერიოდში ხდება ახალი აღთქვის ტაძრის აგება. ზოგადად ნაგებობა ნებისმიერი აგებულია შესაბამისი ფუნქციის მიხედვით, ხო? ეს საერო არქიტექტურაშიც ასეა, ხო? თქვათ, ეხლა თუ კი შენდება რაღაც სასწავლო დაწესებულება, შესაბამისად პროექტება ის, რომ თქვათ, მორგებული იყოს სასწავლო დაწესებულების სასწავლო პროცესზე, თქვათ, თუ შენდება მაგალითად საავადმყოფო, ის უნდა იყოს მორგებული შესაბამის სამკურნალო, თქვათ, პროცესზე და ასე შემდეგ. და თავისთავად ხალხი, როცა შენდება ტაძარი, ის ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში მორგებული იყო და არის იმ იდეაზე, რასაც ემსახურება ეს ნაგებობა რა, სატაძრო ნაგებობა. ძველ აღთქმაში მაგალითად თქვენ იცით რომ ტაძრის სივრცე სამ ნაწილად იყოფოდა, ეს იყო წმინდა, ეგრეთ წოდებული ეზო, წმინდა და წმინდათა წმინდა. წმინდათა წმინდა არის ის, რაც დღეს საკურთხეველია. ოღონდ ძველი აღთქმის ტაძარში წმინდათა წმინდა იყო დახშული. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანი სამოთხეში ვერ შედიოდა. ხოლო ახალი აღთქმის პერიოდში საკურთხეველი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, ანუ რაც ძველი აღთქმის ტაძარში წმინდათა წმინდა იყო, საკურთხეველი გახსნილია, ღვთისმსახურების ჯამს, წირვის ჯამს. რატომ? იმიტომ რომ გახსნილია კარნით საცასასვლელს. ანუ ზეღმერთის განკაცების შედეგად გამოხსნილია კაცობრიობი ბუნება და ყველა დაპატიჟებულია, ასე ვთქვათ. სამოთხეში, ამიტომაც გაღებულია, როგორც აი მე ქორწინათა იგავში ხვდები ჩვენ რომ დაპატიჟებული ვარ ჩვენ ყველანი სამოთხეში, მაგრამ ანუ გამოხსნილია ჩვენი ბუნება, მაგრამ როგორც აი ქორწილში როცა გვეპატიჟებიან, ჩვენ გადავწყვეტ წავალ თუ არა, ასევე ჩვენს ქმედებაზე და მოღვაწეობაზეა დამოკიდებული, ჩვენ ამ გამომხსნელობას საკუთარ თავს განვკუთვნებთ თუ არა. გვაქვს შესვლის უფლება. კი ბატონო, შესვლის უფლება გვაქვს. თუ შევალ ეს ღმერთი არ ძალმომრეობს არავიზე თავისთავად ცხადია და ჩვენზეა დამოკიდებული იქ შესვლა ან არ შესვლა. თქვენ იცით რომ პირველი ხო და ახლა ბარემ ამასაც დავამთავრებთ რომ ძველი აღთქმის პერიოდში ასევე საკურთხეველი უწმიდაწმინდა იყო დასავლეთის მხარეს. დღეს საკურთხეველი აღმოსავლეთის მხარესაა, ვინაიდან როგორც და საკურთხეველი ასევე განასახიერებს სამოთხეს, აი სხვათა შორის განსაკუთრებით ხატმებრძოლების შემდგომ, როდესაც მე შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დადგინდა და კიდევ ერთხელ აღიარა ეკლესია ხატთაყვანისმა, იქ ცალსახად არის გამოხატული ის, რომ ტაძარში სატაძრო არქიტექტურა მთლიანად უნდა იყოს დაყნობილი საღვთისმეტყველო გაგებაზე და არაფერი ზედმეტი სივრცეში არ უნდა იყოს. და ასეც ხდება და აღმოსავლეთით თქვენ იცით რომ ბიბლიაში დაწერილია რომ ედემი იყო აღმოსავლეთით. ანუ ის რაც კაცობრიობამ დაკარგა ტაძარში სწორედ აღმოსავლეთით არის, ვინაიდან ჩვენ იესო ქრისტეს განკაცებამ, ზეღმერთის განკაცებამ კაცის მიერ დაკარგული უკვე დაუბრუნა ისევ კაცს. ანუ და ამიტომ ჩვენ უკვე აი ჩვენ როცა შევდივართ ტაძარში დასავლეთიდან შევდივართ და მიმართება გვაქვს აღმოსავლეთით, ხო? ანუ ვიმზირებით აღმოსავლეთისკენ, ანუ ვიმზირებით სასუფეველისკენ და მიმართება, მიზიდულობა, როგორც აი პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენი მოქალაქეობა ცათაშინა არის, ანუ ჩვენ ვართ ზეცის საკურთხევლის მოქალაქეები და საკურთხეველი ზეცა ამისთვის ჩვენ გვეპატიჟება. ზოგადად ვიცით კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას, რომ დამთავრდა სისხლიანი მსხვერპლობა და დაიწყო უსისხლო. როდის მოხდა ეს? პირველად ეს მოხდა
საიდუმლო სერობად წოდებულ იესო ქრისტეს უკანასკნელ ტრაპეზზე. იცით თქვენ ამის შესახებ, რომ როდესაც დადგა ჟამი მაცხოვრის ვნებისა, მან შეკრიბა 12 მოციქული და დააწესა ზიარება ყველაზე ცნობილი, როდესაც პური გარდაქმნა საკუთარ ხორცად და სისხლის უაცრავად ღვინო საკუთარ სისხლად და ზუსტად იგივე აღესრულება დღეს ლიტურგიაზე, ხო? და ეს ერთი ქრისტე გველმოქმედებს ყველგან და როდის მოხდა ეს ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს უკანასკნელი ტრაპეზი ასე არის წოდებული ხშირად აღესრულა პასექის დღესასწაულზე. ანუ, როდესაც პასექის დღესასწაული იყო, ამ დროს აღესრულა იესო ქრისტეს ვნება, ჯვარცმა და შემდგომ აღდგომა. თქვენ იცით, რომ პასექი ეს იყო ძველი აღთქმის ყველაზე მთავარი დღესასწაული. 3 მთავარი დღესასწაული იყო და ყველაზე გამორჩეული პასექი იყო და რას განასახიერებდა? პასექი განასახიერებდა ეგვიპტელთა მოლობიდან ებრაელი ერის გამოყვანას მოსეს მიერ. ეს ეგზეკეტთა მიერ სახისმეტყველებითაც განემარტება. კერძოდ, ეგვიპტე განასახიერებს ჯოჯოხეთს, მოსე განასახიერებს იესო ქრისტეს, ხოლო ებრაელი ერი ზოგადად კაცობრიობას. და როგორც მოსეს გამოყავს იქედან ებრაელი ერი და შეყავს შემდგომ აღთქმის ქვეყანაში, უშუალოდ მას არ შეყავს, მაგრამ შედის ასევე განკაცებული ღმერთი გამოიხსნის ჯოჯოხეთის წყობიდან კაცობრიობას და შეყავს სამოთხეში. აქ ესე წერია სახარებაში 4-ვე מחარებელი გადმოსცემს საიდუმლო სერობის შესახებ თხრობას. מחარებლები 4-ვე აღნიშნავენ, რომ ეს იყო მაცხოვარი ამბობს, რომ გამიმზადეთ მე პასქაი. ანუ თავდება ძველი აღთქმის პასექი და იწყება ახალი აღთქმის პასექობა. რასაც განკაცებული ღმერთი აღასრულებს. ძალიან საინტერესოა, რომ პასექი ტერმინი ნიშნავს გვერდის ავლას. თქვენ იცით ეს, რომ როდესაც დაკავშირებულია ძველი აღთქმის ისტორიასთან, კერძოდ როდესაც ღმერთმა უთხრა ებრაელებს, რომ დაეკლათ ცხვარი, ჯერ კიდევ ეგვიპტელთა მონობისას და ცხვრის სისხლი ეცხოთ თავიანთი სახლების კარების წირთხლებზე ჯვარედინად და ვისაც ეს ექნებოდა გაკეთებული, მათი პირმშო არ მოკვდებოდა. ისე თქვენ რომ 10 საჯელი მოულინა ღმერთმა მოსეს წინასწარმეტყველის ხელით ეგვიპტეს და ფარაონს, მეათე იყო ყველაზე საშინელი პირმშოთა ამბოხოს. და ეს რას განასახიერებდა? უკრავის სისხლი განასახიერებდა იესო ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს და ის რომ კრავის სისხლით აღნიშნული სახლში მცხოვრები ოჯახები არ მოკვდებოდნენ, განასახიერებდა იმას, რომ სწორედ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ზეღმერთის მიერ დაღვრილი სისხლით არიან გამოხსნილნი. და ხაი დავასრულებ თუ შეიძლება, რომ ასე მიდის, ასე იცვლება ძველი აღთქმის ტრადიცია, სხვებს გახება ახალი აღთქმით და კიდევ ერთი რამ, აი ჩვენ საკურთხეველზე საუბრობთ. რა თქმა უნდა, ტაძარში მთავარი ალაგი არის საკურთხეველი. ანუ ის არის, სადაც უშუალოდ შეიწირება მსხვერპლი. სად შეიწირება მსხვერპლი? ტრაპეზზე. ანუ საკურთხეველში ტრაპეზია ყველაზე მთავარი ალაგი, სადაც სწორედ შეიწირება უსისხლოს წესწრება, ანუ ბარძიმ ფეშხუმში ჯაბზანებული პური და ღვინო ღვთელმოქმედების და სული წმინდის მოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად. და სხვადასხვა საინტერესო გახლავთ ის, რომ აი ძველ აღთქმაში იმ ალაგს, სადაც მსხვერპლი შეიწირებოდა სისხლიანი, სხვა ტერმინი ჰქონდა სამსხვერპლო ქართულად. იმაში სეპტუაგინტაში თუსიასტერიონ ასეა მოხმული, რაც ნიშნავს სამსხვერპლო, უშუალოდ სისხლი ამსხვერპლთან არის დაკავშირებული. და ახალ აღთქმაში უკვე იცვლება და სამსხვერპლო კი აღარ ქვია, ქვია უკვე საკურთხეველი, ანუ კურთხევასთან არის უკვე დაკავშირებული და არა უშუალოდ მსხვერპლის დარღვევასთან და ბერძნულ, რა თქმა უნდა, ეს ბერძნულშიცაცია აღიონ ბემა, ანუ წმინდა ალაგი, წმინდა ადგილი, ასე იწოდება ის სივრცე, სადაც აღესრულება ევქარისტია. და აი ახალ აღთქმაში უკვე უნდა ითქვას ის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უსისხლოს შესაძლებლობაში თანამონაწილეობა მიიღოს მრევლმაც, ანუ ზიარება, ასე ვთქვათ, რომ წავიყვანოთ ლოგიკური დასასრულისკენ ჩვენი მსჯელობა, ზიარება არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებისთვის. მამაგიორგი, როდესაც ლოცულობთ, ვამბობთ ჩვენ, რომ
მსხვერპლი ღვთის არს, გული შემოსრული და დამდაბლებული, ხო? როგორ უნდა გვესმოდეს ეს, როგორი არის წმინდა მამათა განმარტებანი და როგორ უნდა აღვქვათ მსხვერპლი ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით ისე რომ უკავშირდებოდეს აღდგომას და სიცოცხლეს და არა ვთქვათ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას. კი ბატონო, ძალიან ესეთი მართებული კითხვა გახლავთ. ჩვენ უკვე აღნიშნეთ რომ როგორც ძველ ისე ახალ აღთქმაში ნებისმიერი სხვებშეწირვის საფუძველი უნდა იყოს და არის სწორედ ადამიანის შინაგანი გულშემოსრულობა. აი ოსია წინასწარმეტყველთან წერია რომ წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი და ამას მაცხოვარიც იმეორებს სახარებაში, როდესაც ეუბნება ფარისეულს ნუ თუ არ გსმენიათ დაწერილია წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. რას ნიშნავს ეს რომ უფა და იბერებს სამში წერია რომ რა უნდა შემომწირო მე შენ ისედაც ჩემია ყოველივე რაც საშია რაც მიწაზეა. შემდგომ 51 სამში ვკითხულობ ძალიან კარგას რომ გული შემოსრული რაც გვემზანეთ სული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. ანუ ღმერთი ჩვენ როდესაც შეწირვას რას ითხოვს ჩვენგან ითხოვს ჩვენი გული შეწირვას. ჩვენი რას ნიშნავს გული შეწირვა? ანუ გულის მოცვა საღმრთო მეხსიერებით, ღვთის მახსოვრობით და აი როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს დასაბამ და დასასრულ ყოვლისა საქმისა და სიტყვისა შენი ღმერთი იყავნა. ანუ ყოველივე შენი სიტყვისა და საქმის დასაბამი და დასასრული უნდა იყოს ღმერთი. ამ შემთხვევაში ზოგადად აი ქრისტიანობაც თქვათ აი ზოგად ჭრილში რომ განვიხილოთ ქრისტიანობა რა არის? რას ნიშნავს რომ ადამიანი იყოს ქრისტიანი? ეს ნიშნავს იმას რომ ის უნდა იყოს შეწირული ღვთის, ანუ მან მისი ცხოვრება აქ არ არის საუბარი მარტო მონაზნობაზე, თქვათ. იქ კიდე სხვა რანგია ამ კუთხით და სხვა სიმაღლეა ეს. მაგრამ ნებისმიერი ერისკაცის ცხოვრებაც უნდა იყოს შეწირული ღვთის მიერ რა გაგებით, რომ ადამიანი აი ეს თქვენ იცით რომ არსებობს ასეთი ტერმინი ღვთისმეტყველში სინთეზი, ანუ როდესაც ადამიანის ცდილობს რომ თავის ნება ასე ვთქვათ დაუმტყიოს ბჭყალებში საფრთხონებას. ანუ როდესაც ადამიანს ღვთისნება და ადამიანის ნება თანა ასე ვთქვათ ერთად არიან ეს უკვე სინთეზია და ესაა სწორედ ანუ მე ისე კი არ ვიქცევი როგორც მე მინდა, არამედ ვიქცევი ისე როგორც საჭიროა. როგორ არის საჭირო, როგორც სახარებაშია დაწერილი და რეალურად ეს არის ჩემთვის სარგებლობის მომტანი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისაც მე მინდა ჩემთვის ზიანის მომტანია. ხოლო ის რაც ღმერთს უნდა ეს სარგებლობის მომტანი. ანუ რეალურად ნებისმიერი თუ შეიძლება ასე ითქვას, უკაცრავად ნებისმიერი ქმედება ჩვენი დაკავშირებულია იძულებასთან საკუთარ თავის მიმართ, როგორც მასწავლებლებს ამსახურებაში რომ სასופელი ღვთისა იძულების და სწორედ ეს ამას ითხოვს უპირველეს ყოვლისა ჩვენგან ღმერთი, რომ მას მიმართვათ გული შემოსრული და სული შემოსრული. მამაგიორგი 2 წუთზე ნაკლები დრო დაგვრჩა სასაუბრო და რომ შევაფასოთ დღევანდელი და შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მსხვერპლის საღვთისმეტყველო გაგება. ვისაუბრეთ განსხვავებაზე ძველსა და ახალ აღთქმას შორის მსხვერპლსაწირულის კუთხით. ასევე ახსენეთ მსგავსება, ხო? მსხვერპლსაწირულს რა მსგავსება ჰქონდა ძველსა და ახალ აღთქმაში. კიდევ ერთხელ რომ გავმარტოთ აი ეს მსგავსება, რა მსგავსებაა ძველი და ახალი აღთქმის კუთხით მსხვერპლსაწირულში და როგორია თანამედროვე გაგება ამ კუთხით თანამედროვე ადამიანებს ჩვენი ცხოვრების ერთმანეთთან. ბატონო, აი კიდევ ერთხელ აღნიშნავთ რომ ძველი და ახალი აღთქმის მსხვერპლსაწირულს აერთიანებს ერთი რამ. ზოგადად ეს პირობითი დაყოფაა, თორე რა თქმა უნდა ძველშიც და ახალ აღთქმაშიც ერთი ღმერთი ღვთელმოქმედებს, ერთი ღმერთი ღვთელმოქმედებს და ერთი ღმერთი განაგებს ყოველივეს და რა თქმა უნდა ორივეგან უმთავრესია ის რომ ადამიანის გულშემოსრულობა იყოს ხაზგასმული და კიდევ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულოთ. რა თქმა უნდა ახალ აღთქმაში ჩვენ ვთქვით რომ სისხლის წყვილების ეპოქა დასრულებულია, მაგრამ ახალ აღთქმაში შეიძლება ადამიანმა ნივთიერის სახით გაიღოს თუნდაც ტაძრის მონასტრის ან ვთქვათ ნებისმიერი მოყვასის მიმართ, მაგრამ აი ცოტა დამახიჯებულია დღეს რას ნიშნავს მსხვერპლგაღება, როდესაც შენ იკლებ და სხვას აძლევ. ან თუ კი ჩვენ ადამიანებს სურს რომ თქვათ თუნდაც ცხოველი, ფრინველი, თქვათ ან რაღაცა მატერიალური შესწიროს მონასტერს და ტაძარს, ერთადერთი რამ უნდა მივიდეს და უნდა მისცეს მათ ეს სიკეთის გაღება, ხო იგივე. აი სწორად ვსანეთ სიკეთე იგივე მსხვერპლგაღებაა.
ძალიან დიდი მადლობა მადლობა, საინტერესო საუბრისთვის ჩვენთან მობრძანებისთვის. დაგემშვიდობებით, მამა გიორგი. მადლობთ. სიონის საპატრიარქო ტაძრის მომსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.